თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ოცნების მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რიჟვაძეს გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია, მან მხოლოდ თქვა, რომ სიახლეების დროა. გამოქვეყნებულ პოსტში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს, ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, პარტიის წევრებს და ტექსტის ბოლოს აჭარის მოსახლეობას. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის თქმით, აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს დღესვე წარადგენს და შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები უკვე მიდის. Უშენაც ქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, ბევრამ გაკეთდა აჭარაში ასული წლების განმავლობაში და მას ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით დღეს წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას, გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები, ასევე შეასრულო კანდიდატთან კონსულტაციები და დიდი ალბათობით დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს, წინ არ გავუსწრებ მოვლენებს. თორნიკე რიჟვაძე 2018 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა. რიჟვაძემ ამ პოსტზე ზურაბ პატარიძე შეცვალა. რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი. 2014-2016 წლებში აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში.